გამარჯობა. გუშინ აქაც თქვით, რომ გუშინ იყო განსაკუთრებით ტრაგიკული დღე ჩვენი საზოგადოებისთვის. გარდა იმისა, რომ მზია მახლობელის ჯანმრთელობა გაუარესდა, ასე ქვიში საათის რეგისტრი მასში გადავედით რეჟიმში და ძალიან მძიმე იყო. და გუშინ ასევე გავიგეთ ძალიან სპონტანურად არის ასეთი მოძრაობა აფხაზეთისთვის, რომელმაც გაახმაურა ასეთი ფაქტი, რომ შუახნის მამაკაცმა, რომელიც არის დევნილთა სამინისტროს ეზოში, მას ჰქონდა სუიციდის მცდელობა. და მან ასე ვთქვათ გადაისხა ბენზინი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ახლა საავადმყოფოში. მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით ჩვენ ამაზე არ გვაქვს, რომ დასტურდება ეს ფაქტი. იცით რა, ძალიან სიმპტომატური იყო, რომ თუ ვცდები, თუ შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავამოწმოთ ეს და შევხედოთ, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთოდ იყო ამაზე რამე ინფორმაცია და ზოგადად მე მესმის, რომ ჩვენ ძალიან შფოთიანი კონტექსტი გვაქვს ქვეყანას კარგავთ, მაგრამ არ ვიცი, მე ჩვენ დავინახე სათანადო ყურადღება ამ საკითხის მიმართ, არც პოლიტიკოსებისაგან, არც მოსახლეობისაგან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დევნილი აი ასე აპროტესტებს თავის პირობებს და დემონსტრატიულად მიდის სუიციდზე. რამოდენიმე წლის წინ იყო ასეთი დასახლება არის ქართლი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დროებით იყო შეფარებული, მაგრამ საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ და აქაც იყო ერთი სუიციდი, სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა, ადამიანი გადმოხტა მაღალი სართულიდან. და მე ალბათ პირდაპირ ვიტყოდი, რომ ზოგადად დევნილები არიან მივიწყებულები ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთ რამეზე როცა მიდის ადამიანი, მე ვფიქრობ, რომ სანამ ცხოვრებას წართულს საკუთარ თავს, ალბათ ყველაფერი სცადა სოლიდარობისკენ მოხმობაც ადამიანების და მისი გარემოში, სცადა პოლიტიკოსებთან საუბარიც, სცადა ინფრასტრუქტურაში რაღაცა აქტივიზმის, ვთქვათ, რაღაც ხელობაც ჰქონდა, ალბათ საკუთარ თავს დააბრალა, რომ არასაკმარი შვება და მძიმე შრომაც სცადა და ყველაფერი სცადა. მოკლედ ამ ყველა თემის გათვალისწინებით ჩვენს ღია ეთერებში ისედაც ჰქონდა ეს თემა ჩანიშნული, მაგრამ გუშინდელმა ამბავმა ეს საგანგაშო მომენტად აქცია და ჩვენ დღეს მოვიწვიეთ ორი სტუმარი, ეკატერინა გამახარია, რომელიც არის ქალთა ფონდი სუხუმის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა გოგოხია, რომელიც არის უფლებადამცველი, დამოუკიდებელი კონსულტანტი დევნილების და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში. და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ დევნილების პრობლემატიკაზე. დღევანდელ ჩვენ საუბარს ქვია დევნილების საკუთარსაღებ ქვეყანაში. იმიტომ რომ ევროპაში ჩვენ ვიცით, რომ არის დევნილთა ტალღები სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენივე ქვეყანაში ყავს დევნილები და მოდით დავიწყოთ. ეს საუბარი ჩვენ არ გაგვიგეგმია, მაგრამ ალბათ პირველი რაც უნდა ვიკითხო არის აი ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს ესეთი უყურადღება, მე მესმის, რომ ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან და ჩვენ სამი გვქონდა და ასეთ რაღაცა ყაზარმულ პირობებში დღესაც ვართ. მაგრამ აი რისი შედეგი შეიძლება იყოს, ეს არის სტიგმატიზაციის შედეგი თუ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი თუ ზოგადად როგორ აღწერდით, რატომ არ არის პროაქტიული, ძალიან მცირე ჯგუფების პროაქტიული მუშაობის ფაქტობრივებთან და რატომ არ არის ეს ფართო საყოველთაო ყურადღების საკითხი. აი ამითი რომ დავიწყოთ, რატომ ალბათ არ არის, ხო? სუიციდი დაჭერდა ადამიანებს. მადლობა ელენე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად, როგორც დევნილისთვის, რომ გვეთმობა თუნდაც ასეთ ძალიან საინტერესო
ფორმატში ეთერი და გვაქვს საშუალება ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც დევნილები დღეს უპირისპირდებიან და რომელიც, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, არასდროს არ არის ყურადღების ცენტრში, ყოველთვის გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, მიჩქმალულია, უგულვებელყოფილია, არ არის პოპულარული ზოგადად და მაგრამ რა თქმა უნდა მე არ შემიძლია ასევე არ გამოვხატო არ ვიცი, ჩემი ძალიან მძიმე დამოკიდებულება გუშინდელი ფაქტის მიმართ, იმიტომ რომ ნამდვილად შემზარავი, ტრაგიკულია და მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია ამ საკითხს ჩავუღრმავდე, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიცით და არ მინდა სპეკულირება საკითხით, არ ვიცით თუ რამ განაპირობა, რა მიზეზები იყო, რა მიიყვანა ეს ადამიანი პროტესტის ასეთ რადიკალურ ფორმამდე, მაგრამ ერთი არის ფაქტი. რომ მან ჩათვალა, რომ მას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ასეთი რადიკალური და უკიდურესი ფორმით მიიპყროს ყურადღება იმ კონკრეტული უწყების, რომელიც მან მიზნობრივად აერჩია. ხო, ეს ხო არ მოხდა სადღაც რაღაცა ღია სივრცეში, ეს არის დევნილების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი უწყების სივრცე, სადაც მან ასეთ რადიკალურ ფორმას თვითდაზიანებას მიმართა. და ბუნებრივია ჩვენ არც ერთ დევნილს ალბათ არც გაგვიკვირდება, იმიტომ რომ არასდროს არ არის დევნილი მოსახლეობა განებივრებული ყურადღებით და ეს არის სამარცხვინო, რომ 30 წლის მიჯნაზე მე გულისხმობ პირველი დევნილობის ტალღიდან, რომელიც 93 წლის ასე ვთქვათ კონფლიქტს მოყვა, ჩვენ დღეს გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებიც კვლავ უპირისპირდება სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, გადარჩენის საკითხსაც კი, განსახლების საკითხს. ისინი არ არიან დღეს უზრუნველყოფილი არც ერთი, ასე ვთქვათ, ნორმალური და ღირსეული საცხოვრებელი პირობით უმრავლესობა და მე ვსაუბრობ 2092 887,000 დევნილზე, რომელიც ბოლო სტატისტიკით არის რეგისტრირებული, ასე ვთქვათ, ჩვენს მოცემულობაში, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დაახლოებით 92,000 ოჯახია და ეს არის, მე მინდა გითხრათ თქვენ, ევროპის და ცენტრალური აზიის, ასე ვთქვათ, მასშტაბით ყველაზე მრავალმასშტაბიანი და ყველაზე მრავლობითი დევნილობა, აი ევროპის მასშტაბით თავისი რაოდენობით და ბუნებრივია არ შეიძლება ამ საკითხის უგულვებელყოფა. რატო ხდება ეს? რატო არ ხდება ამ ადამიანებზე ყურადღების მიპყრობა? რატო ხდება ამ პრობლემების უგულვებელყოფა? მე პირადად არ ვიცი, ალბათ თუ ძალიან ესე უხეშად ვიტყვი 20 წლის მუშაობის გამოცდილებიდან ამ კონკრეტულ საკითხზე და დავიწყე ძალიან ადრე და ჩავერთვე აქტივიზმში დევნილთა უფლებების და ინტერესების დაცვის მიმართულებით, შემიძლია ვთქვა, რომ მე მგონი აწყობთ და პარაზიტირებენ დევნილების მოწყვლადობაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მარტივად სამართავი მასა, რომელიც შეიძლება ყოველთვის საჭიროებისამებრ გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის და ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, როდის ხდება დევნილების პრობლემების აქტუალიზაცია, ან უბრალოდ ყურადღების რაღაცა მიქცევა წინა საარჩევნო კამპანიების დროს, ისეთ დროს, როცა ხდება ძალიან დიდი რაღაცა ტრაგიკული მოვლენები, ან უბრალოდ ტრადიციულად გარკვეული რაღაცა დღეების აღსანიშნად, როგორიც არის ომის დაწყება აფხაზეთში, ან ვთქვათ ომის ტრაგიკული დასრულება და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევები არ არსებობს. დღეს ხდება ამ ადამიანებით манипуლირება და მათი მოწყვლადობით манипуლირება და უფრო მეტიც. ჩემი აზრით, დღეს არსებული პოლიტიკა, რომელიც არის თითქოს ორიენტირებული დევნილთა მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების ასე ვთქვათ, პირობების უზრუნველსაყოფად არ არის დაინტერესებული მათი კეთილდღეობით. პირიქით, ყველა დღეს არსებული მიდგომა ჩემი ღრმა რწმენით და იმ ანალიზით, რასაც მე ახლა უბრალოდ ვაკვირდები და ვაკეთებ, არის ორიენტირებული ამ ადამიანების პირიქით დასუსტებაზე, პირიქით მათი მოწყვლადობის გაზრდაზე და ისევ იმისთვის, რომ გამოიყენონ ეს ძალიან დიდი რაოდენობა, რომელთა შორის 70%-ზე
მეტი თუ არა 70% მაინც არის აქტიური ელექტორატი. ანუ ყოველთვის შეიძლება ამ ადამიანების ასე ვთქვათ კარგად გამოყენება და ინსტრუმენტალიზაცია. მე ნანას გადავცემ სიტყვას და მე შემიძლია შევეხო უკვე კონკრეტულ პოლიტიკას, რომელიც ჩემი აზრით ამ მოწყვლადობას ზრდის. ალბათ პირველ რიგში მოგესალმებით და ასევე მადლობას დავიწყებ, მადლობით დავიწყებ თქვენგანის მიმართ, იმიტომ რომ ამ საკითხს დღევანდელი საღამო დაითმო. და აქ მინდა ისიც გითხრათ, რომ გჯეროდეთ, რომ ამას რასაც დღეს აქ საუბრობთ, არა მხოლოდ ჩვენ ვისმენთ ისინი, ვინც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან, ის ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის პროტესტიც, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ უკვე, მე არ ვიტყვი 2 თვე, არამედ 2 წელია მინიმუმ, ამასაც იმედის თვალით უყურებენ მათ შორის აფხაზეთში, თუნდაც გალელები და ასევე ახალგორელებიც. რაც შეეხება ელენეშეც კითხვას, ალბათ ბევრი ასპექტი განაპირობებს იმას, რომ დემოკრატიის საკითხები წლების განმავლობაში ნაკლებად აქტუალური გახდა და ნაკლებად ყურადღება ეთმებოდა ისეთ საკითხებს, როგორც არა მხოლოდ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა არის, არამედ მათ შორის ჩვენთან არსებული ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ზოგადად კონფლიქტების ტრანსფორმაცია. და მჯერა რომ ამ ყველაფერზე გასული 30 წლის განმავლობაში უფრო ხშირად, უფრო მეტად რო გვემსჯელა, თუნდაც ასე ღია სივრცეში, აი ეს აბა ომი გინდას ნარატივიც უფრო ნაკლები ძალის მქონე იქნებოდა თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება დევნილების სტატისტიკაზე ეკამოთ კითხვა, თუმცა ეს არ არის ზუსტი რიცხვი, იმიტომ რომ ჩვენ უამრავი ისეთი ადამიანი გვყავს, რომელიც დევნილის სტატუსი რეგისტრირებული არ აქვს საქართველოში, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრობს. და წელს იყო პირველი წელი, როდესაც არჩევნებზე ამ საზღვარგარეთ მყოფმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რომლებისთვისაც საკუთარ სამშობლოში ვერ მოიძებნა ადგილი და თავი უცხო ქვეყანაში შეაფარეს, სამწუხაროდ არჩევნებშიც ვერ მიიღეს მონაწილეობა. და ალბათ ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომელიც სამწუხაროდ დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას ლახავს. რაც შეეხება ვინ არის პასუხისმგებელი, აქაც ხო მე ყურადღებაზე დევნილების მიმართ ალბათ პირველ რიგში სახელმწიფო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახელმწიფო არის ხო ის თავისი ინსტიტუტებით წარმოდგენილი და ვალდებული იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებს. მათ შორის იზრუნოს სხვადასხვა საჭიროების, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე. დევნილები მე რამდენი წელია იბრძვიან იმისთვის, რომ გახდნენ სრულუფლებიანი მოქალაქეები თავისავე ქვეყანაში და მათ არ თვლიდნენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. სამწუხაროდ განსაკუთრებით აი იმ თაობის დევნილებს, რომლებმაც უშუალოდ თვითონ განიცადეს ომი, ეს განცდა აქვთ. და სამწუხაროდ ნაკლები ინფორმირებულობის და ნაკლები ინფორმაციის, სწორი ინფორმაციის არქონის გამო ეს სტიგმატიზირებული მიდგომა დევნილთა საკითხების მიმართ სამწუხაროდ დღესაც შესამჩნევია ხოლმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მსგავსი სახის დისკუსიები, ერთმანეთში ინფორმაციის გაზიარება ალბათ ამ ყველაფერს ნელა შეამცირებს. სხვა თუ არაფერი, ჩვენ ხო იმასაც უნდა ვიზრუნოთ და იმისთვის ხო ვიბრძვით, რომ როდესაც გავხდებით ევროპის ნაწილი, ჩვენ ასევე მშვიდობიანად დავბრუნდებით, არა მხოლოდ დევნილები, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში და მშვიდობიანად დაბრუნების გასაღები ვიცით, რომ მხოლოდ ევროკავშირშია. სამწუხაროდ არც ერთ ეტაპზე აი ამ 30 წლის განმავლობაში იმდენად ჯანსაღი არ ყოფილა სახელმწიფო პოლიტიკა, რომ დევნილების არ აქვს მნიშვნელობა რომელი თაობის, მე ვგულისხმობ 90-იანი წლების თუ 2008 წლის ომის შემდეგ მათი პრობლემები ძირეულად მოგვარებული იყო. და ის ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან წლამდე დაგროვებული გამოწვევები სამწუხაროდ დღემდე მოდის და დღემდე მოუგვარებელი რჩება. ეს არ ეხება მხოლოდ განსახლების საკითხს, თუმცა განსახლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ
თავზე ჭერის ქონა, რომელიც დაკარგეს ამ ადამიანებმა, მათ შორის მეც და ჩემმა ოჯახმაც, არის ზუსტად განპირობებელი იმის, რომ ჩვენ დევნილებმა მოვახერხოთ ინტეგრაცია და სრულფასოვან წევრად ვიგრძნოთ თავი ჩვენსავე ქვეყანაში. თუმცა ამის იქითაც სხვადასხვა გამოწვევებია, რომელიც სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება და ძალიან ბოლო პერიოდია ცოტა წინ წამოიჭრა ეს საკითხები, თორემ ძალიან იშვიათად იყო, როდესაც მაგალითად დევნილები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ. რატო? იმიტომ რომ როგორც ეკამ თქვა, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, იმიტომ რომ ზოგჯერ შესაძლებლობები არ უწყობდა ხელს, ზოგჯერ თქვათ რესურსები არ იყო სათანადო, ყოველთვის იყვნენ რაღაცნაირად განზე გამდგარი, არა იმიტომ რომ არ ადარბეთ ქვეყნის ბედი, არამედ იმიტომ რომ სისტემა არის ისეთი შექმნილი. აი მაგალითისთვის განსახლების პროცესი, რომელიც როგორც ვთქვით, ყველაზე მწვავედ დგას დევნილებში და რომელსაც გუშინდელი თუ არა, იგივე ქართლის და იგივე კიდევ რამოდენიმე მწვავე შემთხვევა შეიძლება დაუკავშიროთ და გავიხსენოთ, სწორედ არის ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დევნილებს გარკვეულწილად აიძულებს, რომ არ იხმაურონ, რომ ხმამაღლა არ გააჟღერონ ის საკუთარი რეალური საჭიროებები, რომელიც მათ ყოველდღე აქვთ. და რატო? იმიტომ რომ არ აქვთ ნდობა სისტემის მიმართ და იციან, გრძნობენ და ფიქრობენ ასე, რომ თუ ისინი ხმას ამოიღებენ, მაშინ ისინი კიდევ დიდი ხანი, კიდევ არაერთი წელი დარჩებიან ჭერის გარეშე, რომელიც მათ მომავალს წესით უნდა უზრუნველყოფდეს, იმიტომ რომ თაობები გაიზარდა, ხო? უკვე ისეთი თაობები ყავს 30 წლის შემდეგ, ხო, რომლებიც ახალ თაობას ქმნიან, მათ ახალი ცხოვრება უნდა შექმნა, თუმცა სამწუხაროდ აი ამ არათანმიმდევრული, არასწორი, ნახინჯი პოლიტიკის გამო, რომელიც არსებობს სახელმწიფოში, დღეს სამწუხაროდ ამ ახალგაზრდებისთვისაც ძველი გამოწვევები კვლავ, რომელიც მათ მშობლებს ჰქონდათ, კვლავ გამოწვევებად რჩება. დიდი მადლობა. არჩევნების წინ იყო საკმაოდ საინტერესო მომენტი. ჩვენ უკვე ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ეკომიგრანტებიც გვყავს, დამატებითი ჯგუფი საკუთარსავე ქვეყანაში დევნილების, მაგალითად, აჭარაში არსებობს ოცნების ქალაქი, რომელიც შუახევი ჰესის დაზიანების გამო ზედა აჭარიდან ჩამოვიდა ბათუმში და აი ფაველების მსგავსი ტიპის თვით კონსტრუირებულ ქოხებში ცხოვრობენ ეს ადამიანები და აი ამ წინა საარჩევნოდ მე მაქვს ნანახი ასეთი ვიდეო დიდი ზარზეიმით, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლები გასაღებს გადასცემენ ერთ ადამიანს, არის ზარზეიმი და ტაში და ასე შემდეგ და ეს მოხდა აი არჩევნებამდე ძალიან ახლოს. და ანუ ამას მე თვითონ გამიჩინა ეჭვი, რომ აი ეხლა რატო. ანუ ამდენი წელი რატომ ხდებოდა, რატომ გაჩერდა ეს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ისეთ დეველოპმენტებს ვხედავთ იმის გამოგრაჩქარებს, აი იქნება უკვე კონკრეტულ მაგალითებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა გარკვეული შანტაჟის ის დგას რა, რაღაც შანტაჟის რეჟიმში ამყოფებენ თითქოს მოწყვლად მოსახლეობას. და აი რა მექანიზმები შეიძლება ეს იყოს, რომელიც პირდაპირ გადის აი ამ პრობლემებზე, რომელსაც არ აგვარებს ქართული ოცნების მმართველობა, ასე ვთქვათ რა. ქართულმა ოცნებამ გააღრმავა, მაგრამ არ მხოლოდ, მე მგონი ეს პრობლემა არის თამდევი თითქმის ყველა ხელისუფლებებისთვის, როცა დევნილი მოსახლეობის დაშანდაჟება ხდება მათი მოწყვლადობით, როგორც მე უკვე ვთქვით, და კიდევ უფრო მათი მეტად ჩაგდება სიღარიბეში. და იცით, თუ კი ვიტყვით რაღაც პირველი რაც კიდევ მინდა რომ თქვა,
და ეს საკითხი მაინც არ გამომრჩეს, როცა ჩვენ საუბრობთ დევნილი მოსახლეობის აქტივიზმზე და რატომ არიან ისინი დღეს შედარებით პასიურები. ეს არ არის მარტო ის, რომ თქვათ მათ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ დევნილი მოსახლეობაც არ არის დღეს ასე თქვა ძალიან აქტიური. ამას აქვს თავისი უამრავი მიზეზი. ერთ-ერთი ის, რომ რა თქმა უნდა ისინი არიან ასე თქვა ამოცმული ანკესზე, შანტაჟის და манипуляციის ასე თქვა მიზნით, მაგრამ მეორე არ დაგვავიწყდეს, რომ როცა ჩვენ საუბრობთ დევნილ მოსახლეობაზე, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ტრავმირებული, ომით ტრავმირებული მოსახლეობა, რომლის ტრავმებზე რეაგირება არასდროს არ მომხდარა. და ეს უნდა ყოფილიყო ნორმალურ სახელმწიფოში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით ამ განგრძობი ტრავმატიზაციას რა ეფექტი და შედეგი მოაქვს ამ ადამიანის როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ერთ-ერთი მიზეზი არის ის. მეორე არის ის, რომ როცა შენ ხარ სიღარიბეში და ამ სიღარიბეში ახალისებს სახელმწიფო, თუნდაც თავისი განსახლების პოლიტიკით, მინდა გითხრათ, რომელიც თითქოს არის ორიენტირებული მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასე ვთქვათ მიმართულება განსახლების დევნილებისა და ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც შეიძლება პრიორიტეტულად ჩაითვალოს დევნილი განსახლების პროგრამისთვის, ეს არის მისი უკიდურესი მოწყვლადობა, მისი სიღარიბე, მისი სოციალური შემწეობის მიღების აი ეს ფაქტი. და თუ შენ არ ხარ აი ამ კატეგორიაში, შენი შანსები შენმა შანსებმა შეიძლება ძალიან იკლოს და თუ გავითვალისწინებთ, რომ განსახლების ეს პროგრამა ძალიან არაპროგნოზირებადია და გრძელდება უკვე დეკადები. ეს ნიშნავს, რომ შენ პრაქტიკულად ახალისებ და ასტიმულირებ დევნილ მოსახლეობას დარჩეს სიღარიბეში იმისთვის, რომ ოდესმე გამოუჩნდეს შანსი მიიღოს ეს ბინა. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, თუ რატო ხდება, როცა შენ ხარ ღარიბი, როცა შენ უპირისპირდები, რა ვიცი, გადარჩენის საკითხს, ყოფნა არ ყოფნის საკითხს, იქ ახლა სიმართლე გითხრათ, აქტივიზმზე ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც მე დავასახელე ტრავმირებული მოსახლეობისთვის, ნუ ეს არ არის ისეთი მარტივი. გარდა ამისა, რატო არის ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამა და რაც უნდა შეიცვალოს აუცილებლად მათ მოწყვლადობაზე და მათ სიღარიბეში ჩაგდებაზე, პირველ რიგში, მეორე რიგში იმიტომაც, რომ თუნდაც მან მიიღოს ეს ბინა, მას ეგრევე ავტომატურად ეხსნება ეს სოციალური სტატუსი და ის რჩება აბსოლუტურად არაფრის გარეშე, არანაირი თანმდევი მხარდაჭერის, ეკონომიკური მხარდაჭერის გარეშე, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს უკვე იმ თუნდაც ახალ ბინაში დამოუკიდებელი მისი ღირსეული ცხოვრება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევები, როცა ბინა მიღებული დევნილი იძულებული იყო წასულიყო ემიგრაციაში, იმიტომ რომ უბრალოდ შეძლებოდა ეხადა გადასახადი კომუნალური, მოეწყო ეს თავისი ბინა. ანუ ეს არ არის გამოსავალი. სოფლად სახლის პროგრამა, რომელიც ასევე ერთ-ერთი ფორმაა განსახლების დევნილების და მე მინდა ძალიან ხმამაღლა მინდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ამ პროექტის გაგრძელებაზე, მართლა დაფიქრდეს, თუ რას ემსახურება ეს. ეს გულისხმობს, რომ დევნილებს უხდიან ფულს იმისთვის, რომ იყიდოს სახლი სოფლად. მაგრამ რამდენს უხდიან? ერთ სულზე 22,000 ლარს, ну მოდით რაღაცა საშუალო დავიღოთ, სამ სულზე ან 4 სულზე 28-31,000 ლარი, რაც არის 10,000 პირობითად ევრო. სად შეიძლება იყიდოს დევნილმა 10,000 კარმიდამო? ალბათ იმ ადგილას, სადაც ვიღაცამ სიღარიბის გამო და არა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურული გარემოს გამო ეს მიწა და თავისი სახკარი მიატოვა. ანუ შენ აუმჯობესებ ამის დევნილის მდგომარეობას? ანუ რაზე არის მიმართული ეს კონკრეტული პროგრამები და ეს განსახლება ჩვენთვის არის გაუგებარი. ისევე როგორც ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები, რომელიც დღეს აბსოლუტურად არ არის მორგებული დევნილის
კეთილდღეობაზე და მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების ესე იგი უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოლიტიკით აქვს ვალდებულება აღებული სახელმწიფოს, რომ განახორციელოს რომელი პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად არ პასუხობს არც ერთ მოწყვლადობას დევნის. აი ახლა გამოცხადა სულ ახლახან აი ამ სათათბურ მეურნეობის მოწყობის თუ განვითარების პროგრამა, რომელიც მოითხოვს დევნილისგან ჯერ ერთი მიწის აქტივს და მერე მინიმუმ 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილის ყოფნას. რომელ დევნილზეა ახლა ეს გათვალისწინებული, როცა დევნილს ყველაზე ნაკლებად აქვს შესაძლებლობა მიწის ფლობის და ყველაზე ნაკლებად არის მესაკუთრე მიწის აქტივის, ანუ სასაცილოა ეს ყველაფერი. ან რაღაცა ესე იგი მოწყვლადობაზე რეაგირება, როცა შენ ამბობ, რომ მე მოგცემ შესაძლებლობას განავითარო ბიზნესი და დაგიფინანსებ 7,500, ანუ რომელ დევნილზე გაქვს მოწყვლად დევნილზე, რომელიც აბსოლუტურად არ ფლობს არანაირ კაპიტალს და არ აქვს ისეთი პირობები, რომ კრედიტიც აიღოს ბანკში. ანუ რაზე რეაგირებს? აწარმოეს საქართველოს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის და პრიორიტეტი დევნილთა მოსახლეობის გაძლიერება, თანა დაფინანსებას ითხოვს ისეთი რაოდენობით, რომ არც ერთი მოწყვლადი დევნილი ვერ მიწვდება ამ პროგრამას. ანუ გესმით, რომ არ არის ეს აი ფანდია, მაგრამ ეს აწყობს, რა თქმა უნდა აწყობს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია დღეს ჩააკმენდინო ამ ხელა რაოდენობის ხალხს, ესე იგი პირი და ენა შენ სასარგებლოდ, იმიტომ რომ ამის არის სიღარიბის გამო სოციალური პაკეტის და სოციალური შემწეობის მიმღები და თქვენ წარმოიდგინეთ წლიდან წლამდე იზრდება ამ სოციალური ასე ვთქვათ პაკეტის მიმღები და შემწეობის მიმღები დევნილების რაოდენობა. შარშან იყო 51 წელს არის 55 და ლოდინის და მოლოდინის ასე ვთქვათ რიგში რეგისტრირებული არის 89,000, ან ნახევარზე მეტია პრაქტიკულად რა, ნუ თქვათ ნახევარია დევნილთა მოსახლეობის. როცა შეგიძლიათ მარტივად გააკეთებინა შენი საქმე, არ ამოაღებინოთ ხმა, იმიტომ რომ ის წლები ჯერ კიდევ რა ვიცი რამდენი, ალბათ 10 წელი გჭირდება, ხო რომ დასრულდეს დასახლების პროექტი იმ ტემპით, რაც ის ხორციელდება, შეგიძლია ერთი ხელის მოსმით უბრალოდ ამოაგდო სიიდან, ამოაგდო სოციალური შემწეობის მიმღებთა სიიდან, რა ვიცი, გაუქმო ის რაღაცა დახმარებები, იმიტომ რომ უკიდურესად გაუმჭვირვალეა დღეს დევნილთა ნებისმიერი პროგრამის განხორციელება და ამაში დამემოწმება ძალიან ბევრი დევნილი, იმიტომ რომ არ ჩერდება ხალხისგან კითხვები, რა, როგორ, როდის, როგორ, რატო და არც ერთხელ არ იყო დევნილი ჩართული აი ამ პოლიტიკის განსაზღვრაში და მისთვის მორგებული რამე პროგრამის ასე ვთქვათ დანერგვაში. და ყველაზე ცუდი რა არის, იცით, რომ არ აქვს დღემდე არ აქვს სახელმწიფოსგან არც ერთი კულევან შეფასება, რომელიც დღემდე განხორციელებული პროგრამით კმაყოფილების ხარისხს შეისწავლიდა დევნილების. ჩვენ არ ვიცით, მართლა არ აინტერესებს და სხვათა შორის ვიდრე აქ მოვიდოდით დანას უთხარი დანა რაღაც მართლა ის შემზარავი ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა და რა თქმა უნდა ეს არის სასოწარკვეთა უკვე რა ვიცი უიმედობა, უკიდურესი ფორმა პროტესტის, რომ მიიქციოს ყურადღება ადამიანის, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე მეთქი ამის შესახებ, ვერც ერთ ეთერში არსად არ იყო ამის მართლა ასე უინტერესონი ვართ, რომ არავის არ გაუკეთებია კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს არის ის რეალობა, რომელიც ნამდვილად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ამდენი მოწყვლადი და манипулირებადი სეგმენტის ბოდისვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ასე ალბათ ეს აღქმული სეგმენტის არსებობა საზოგადოებაში საშიშიც არის და შეურაცხმყოფელიც და იმედია ეს შეიცვლება და ღირსების დათმობა. ხო არა და არა ვინ ხარ ამ ხელა ჯგუფის ყოველდღიურ პოლიტიკაში თანამონაწილეობას თუ აი ამ პერსპექტივას თუ შევხედავთ, ვინ თუ არა დევნილმა იცის ყველაზე კარგად რა კოშმარია რუსეთთან დააპირისპირება და ანუ როდესაც რუსი გიწევს და რუსეთი როგორც სახელმწიფო რა ზიანს აყენებს, ანუ მათ შეუძლიათ პირდაპირ თავისი სხეულებზე გავლით ამაზე, არ ვიცი, ალბათ ყველაზე კრიტიკული რეფლექსია, ხო?
იცით რა, აი, როდესაც რუსეთსა დავფიქრდი, კიდევ აი რაღაცნაირად ამაზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ორი ტიპის დევნილები, ალბათ ეს უკვე სამია, ეკომიგრანტებსაც თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ ერთი არის 90-იანების დევნილები, 90-იანების საფრანგეთის დევნილები და არის 2000 წლის დევნილები და აი ამ ჯგუფების საჭიროებები თუ განსხვავდება ერთმანეთისგან, რა სპეციფიკა აქვს, რომ ჩვენ დავინახოთ ის ყოველდღიურობა და აი ამ ყოველდღიურობებს შორის განსხვავება. აი ცოტა ამაზეც რომ ვილაპარაკოთ და გავშალოთ ეს თემა და აი თუ არსებობს რამე პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს საერთოდ ამ სპეციფიკას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩემი ეჭვით 2008 წლის დევნილები უფრო ახალგაზრდა ჯგუფით შეიძლება იყოს მაგალითად, ხო, აქ შეიძლება სხვა საჭიროებები წამოვიდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მე არ ვიცი და მინდა რომ თქვენ მომიყვეთ ამის შესახებ. ხო, როდესაც საუბრობთ ადამიანების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების შექმნაზე სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ატარებდეს ამ ადამიანების საჭიროებების კვლევას. საჭიროებების კვლევიდან ამოსული იმ ძირითადი ესე ვთქვათ პროგრამებს, რომელიც ადამიანებს დატოვებს არა სიღარიბეში, არამედ პირიქით ამოიყვანს სიღარიბიდან, მისცემს შესაძლებლობას დაძლიოს რთული პერიოდი და გაძლიერდეს და განვითარდეს. დევნილების შემთხვევაში მსგავსი საჭიროებების კვლევა არ ჩატარებულა უკვე 10 წელზე მეტია. და როდესაც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩატარდა, მაშინ ჩატარდა სწორედ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ანუ უცხოელი დონორების თანხით. მსგავსი სახის საჭიროებების კვლევა იგეგმებოდა ჯერ შარშან, უпростоრად 2023-ში, მე 2024-ში, თუმცა ვერ განხორციელდა. იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აქვს მსგავსი სახის რესურსი კვლევის ჩასატარებლად და მას ამაში უნდა დახმარებოდა კვლავ ევროპული ფინანსური რესურსი. თუმცა შექმნილ სიტუაციაში ჩვენ ხედავთ ამ ერთი მაგალითითაც კი იმ ავად სახსენებულმა რუსულმა კანონმა, როგორი ზიანი მოუტანა ისე და ისე ერთ კონკრეტულ ჯგუფს, თუ მხოლოდ დევნილებს ავიღოთ. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფომ არ იცის 30 წლის შემდეგ რა გამოწვევების, რა საჭიროებებს, რეალური საჭიროებების წინაშე დგანან დევნილები, ვერ ქმნის იმ პროგრამებს, რომელიც ამ ადამიანებს დაეხმარება გაძლიერებაში. სამწუხაროდ ისიც უნდა აუხნიშნოთ, რომ იმდენად მეორეხარისხოვანი გახდა კონფლიქტები და დევნილები ჩვენი ქვეყნისთვის 2012 წლის შემდეგ, რომ დევნილთა სამინისტროც გააუქმა და ის მხოლოდ ერთი სააგენტოს კომპეტენციის დონემდე ჩამოიყვანა. თვითონ კი გვეუბნება სახელმწიფო, რომ დევნილებიო დევნილთა სააგენტოს კომპეტენციას დაუქვემდებარეო, მაგრამ ესე არ არის. დევნილთა საკითხები წირად, მაგრამ გამბნეული არის სხვადასხვა უწყებებში, რაც სამწუხაროდ მათ შორის კოორდინაცია კი ნაკლებია, რაც ასევე სამწუხაროდ ხელს უშლის დევნილების საჭიროებების მოგვარებას. ზოგიერთ მუნიციპალიტეტზე მაგალითად გეწყვით, რომ მათ ტერიტორიაზე ასობით 1000 დევნილი ცხოვრობს და არ აღიარებს, რომ მისი მოქალაქეები, მოსახლეობა არის, რომ ამ მუნიციპალიტეტის სერვისებით მოსარგებლე ადამიანები უნდა იყვნენ ეს დევნილები. და დევნილებს უწევთ ბრძოლა მუნიციპალიტეტთან, რომ მიიღონ იმ სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა და მტკიცების ტვირთიც დევნილებზე მოდის, რომელიც ვთქვათ, ამა თუ იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს გააჩნია. თუმცა საბედნიეროდ ეს ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ეხება. ასევე უნდა ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში მოძველებული გვაქვს დევნილთა მიმართ არსებული სახელმწიფო სტრატეგია. 2025 წლის სამოქმედო გეგმა კი დევნილთა სააგენტოს ჯერ არ აქვს შემუშავებული. ქვეყანაში არ გვაქვს დეოკუპაციის პოლიტიკა და სტრატეგია. კონფლიქტების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კი გვაქვს დოკუმენტი, მაგრამ რამდენად რეალურია და რამდენად ხელშესახებად აუმჯობესებს ის არა მხოლოდ დევნილების, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებრივ საკითხებს, ეს კიდევ სადაოა და ალბათ ამას ცალკე შეხვედრა შეიძლება რომ დაეთმოს. ყოველივე ეს
კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გააზრებული კონდეს, ვინ არიან დევნილები. მე ხშირად მეკითხებიან, ჩვენ ხო გვყავს ქვეყანაში სხვა, ვთქვათ, ისეთი ჯგუფებიც, რომლებსაც აქვთ ასევე არაერთი საჭიროება და რატომ ამბობთ, რომ დევნილებს სჭირდებათ მხარდაჭერა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ დევნილი მასპინძელ თემში მცხოვრები, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანისგან განსხვავდება იმით, რომ ესენი არიან ის ადამიანები, იმ თემის წარმომადგენლები, რომლებიც ომის შემდეგ საკუთარსავე ქვეყანაში გახდნენ უცხოები. მათ არ ჰქონდათ არც სოციალური კონტაქტები, არც არანაირი კაპიტალი, რომ ცხოვრება დაეწყოთ ხელახლა. და არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს უმეტესობა დევნილების, რომ რა ასაკში გახდა იძულებული დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი. ეს იყო ის ასაკი, როდესაც ადამიანებს უკვე აწყობილი აქვთ თავიანთი ცხოვრება. სამწუხაროდ დღემდე დევნილები ცდილობენ ძირითადად საკუთარი რესურსით გაიუმჯობესონ თავიანთი საკუთაცხოვრებო პირობები. მათ შორის როგორც ცხინვალიდან, გულისხმობ 90-იან წლებში ცხინვალიდან დევნილებს, ასევე აფხაზეთიდან დევნილებს, ასევე 2008 წლის ომის დევნილებს. მაგრამ ერთია ხო ის საჭიროებები, რომლებიც აქ საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა კიდევ უფრო ნაკლებად ხედავს გალელებს და ახალგორელებს. ის რომ ახალგორელი თითქმის დაიცალა ქართველებისაგან და ამაზე რეაგირებისთვის არაფერს არ ვაკეთებთ. ეს ჩემთვის მაგალითად პირადად ძალიან მტკივნეულია. ის რომ გაოში ისო ხანძარზე წირებიან იქ მაცხოვრებელი, მათ შორის პატარა ბავშვები, ზუსტად იმის გამო, რომ არ არის ის სწორი, ის ამ ადამიანის უფლებების განმტკიცებაზე, მათ დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, აი ეს არის ზუსტად მტკივნეული. და სანამ ეს ყველაფერი არ გვექნება, მანამდე სამწუხაროდ ვიტრიალებთ ისევ წრეზე. მე ყოველთვის ვამბობ, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ეკაც და ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც თვითონ გამოუცდია დევნილობა ან უმუშავია დევნილთა საკითხებზე, რომ დევნილთა პრობლემების მოგვარება დაიწყო ევროპული ორგანიზაციების და ფინანსური რესურსის გამოყენებით და მხარდაჭერით და მისი ბოლომდე მიყვანა შეიძლება და შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ გზაზე საქართველოს შევყენებით და ისევ ევროინტეგრაციით. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. განსხვავებაზე თუ ვიმსჯელებთ, არსებობს თუ არა ვთქვათ განსხვავება კი სხვადასხვა თაობის დევნილებს, ან ვთქვათ აფხაზეთიდან, ცხინვალიდან დევნილებს შორის, რა თქმა უნდა, გარკვეული თავისებურებები არის. მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რომ 2008 წლის დევნილების უმეტესობა, თუ მხოლოდ განსახლების საკითხს ავიღებ, განსახლებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი სხვა სოციალური თუნდაც პრობლემები მოგვარდა. მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა განსახლების შემთხვევაშიც, თუ როგორი არის ხო ის პოლიტიკა, რომელიც ადგილზე არის. მაგალითად ის, რომ დევნილები ძირითადად განსახლებული არიან ერთად. რაღაცნაირად ხშირ შემთხვევაში გეტოს მაგვარი დასახლებებია. რაც არ უნდა ახალ აშენებულ კორპუსებში იყვნენ დევნილები განსახლებული, იქ ბინის ღირებულება ყოველთვის მინიმუმ 3-ჯერ ნაკლები არის იმ უძრავი ქონების ღირებულებაზე, რომელიც ჩვენ ბაზარზე შეიძლება გქონდეს. შესაბამისად, იქ არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, როდესაც ადგილზე შეიძლება არ იყოს ბაღი, სკოლებზე არ მაქვს საუბარი. შეიძლება არ იყოს სამედიცინო პუნქტი, ეგრეთ წოდებული თუნდაც ერთი ოთახი. შეიძლება არ იყოს სხვა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანს სჭირდება ნორმალური განვითარებისთვის. მე მგონია, რომ ესეც დანაშაულია იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც აგერ უკვე არაერთხელ ახსენეთ, რომ 30 წელია იბრძვიან საკუთარ ქვეყანაში ადგილის დასამკვიდრებლად. ამიტომ რაღაცნაირად მინდა დავამსხვრიოთ დღეს ის სტერეოტიპებიც, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფოს რუნავს დევნილებზე და მაგალითად ჩვენ ხო ხშირად გვესმის
აი თუნდაც ყველაზე ბოლოს გავრცელებული ხო მასშტაბური განსახლება, როდესაც 2025 წლისთვის ძალიან ბევრი დევნილის საყოფაცხოვრებო პრობლემა უნდა გადაიჭრას. დაახლოებით დღეისათვის თუ სტატისტიკას, რომელიც ზუსტი არ არის და სააგენტოს არ გააჩნია ზუსტი სტატისტიკა, რამდენ დევნილ ოჯახს ჭირდება განსახლება, მაინც დაახლოებით ციფრი არის 40,000 ოჯახზე მეტი. ბოლოს ბინის მიღების აპლიკაცია 2024 წლის მარტში, რომელიც დასრულდა, შეავსო 35,000-მა დევნილმა ოჯახმა. აქედან განსასახლებელი, როგორც სააგენტომ განაცხადა, ანუ ვისაც ეყოფა აშენებული ბინები, თუ ისინი რა თქმა უნდა დროულად დასრულდება, განსახლდება მხოლოდ 13,000 ოჯახი. 13,000 ოჯახიდან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სახელმწიფოს ბინებისთვის მხოლოდ გათვალისწინებული ყავს 7,000 დევნილი ოჯახი. 6,000 დევნილ ოჯახს ის სხვა პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეკამახსენა ეგრეთ წოდებული სოფლად-სახლის პროგრამა, იქ აპირებს, რომ იმ პროგრამით აპირებს, რომ უზრუნველყოს. აი ამ 7,000-დან მას კიდევ აი ამ 7,000-ში შედის ის ოჯახები, რომლებიც დღემდე, მათ შორის თბილისში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ეგრეთ წოდებულ კომპაქტურ დასახლებებში. ეს არის ძველი ამორტიზირებული შენობები, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მათ შორის არც ძველი წერტილები, მათი რეაბილიტაციაც არ განხორციელებულა, უმეტესობა არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი და სახელმწიფომ განაცხადა და აიღო ვალდებულება 2023 წელს, რომ 2025 წელს ასეთ კომპაქტურებს ყველას დახურავს. თუ ასეთ კომპაქტურებს ყველას დახურავს, რომელთა რაოდენობა დღემდე კიდევ ვიცით რამდენი გვაქვს 300-ზე მეტი. ხო, თუმცა ესეც ზუსტი რიცხვი არ არის, მაგრამ 300 ნამდვილად არის. ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ის დევნილები, რომლებიც კიდევ საჭიროებენ საცხოვრებლად უზრუნველყოფას, არც ისე ცოტა გვჩება. აი ეს განსხვავება არის ძირითადი, თუ საცხოვრებლის და განსახლების ნაწილს ავიღებთ აფხაზეთიდან დევნილებსა და ცხინვალიდან დევნილებს შორის. თუმცა აქვე ვიტყვი იმას, რომ ახალგორელების გამოწვევები ასევე თავისებურია, გარელების თავისებურებები ასევე გამოწვევები ასევე თავისებურია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ ორივე შემთხვევაში იქნება ეს ახალგორის თუ გარიც. ხო, ამ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არის უმძიმესი და ხშირად ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასზე არიან ადგილზე დარჩენილი იმისთვის, რომ თუნდაც ის მცირედი საქართველოს ნაწილი შეინარჩუნონ, რომელიც დღემდე ამ კუთხეებს ჩვენს გვაგრძნობინებს, რომ ჩვენია და რომ ისინი საბოლოოდ არ დაგვიკარგავს. რუსეთის ფაქტორს რაც შეეხება, ამაზე უფრო მეტი რა უნდა ვთქვათ, როდესაც აგერ 300,000-მდე ადამიანი ამდენი წელია ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში და ყველაფერ ამასაც თავი რომ დავანებოთ ბოლო პერიოდს, აი ეს ყოველდღიურად რაც ხდება უკანონო გატაცებები, მუდმივად მართლმსაჯულების გადმოწევა და გაბმა და ახალი ტერიტორიების მიტაცება და ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვა, იმ ბავშვებისთვის სწავლის აკრძალვა, რომლებიც დღეს განსაკუთრებით გალის სკოლებში დადიან. მე არ ვიცი თქვენ შეხვედრი ხართ თუ არა ამ ბავშვებს, მაგრამ საოცარი სიყვარული აქვთ საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მქონია ისეთი შემთხვევა მოსულან და კურსში ესე ჩურჩულით უთქვამთ, რომ ბოდიში ქართულად ვერ ვსაუბრობ და ამისი რო ერიდებათ, მაგრამ ქართული სწავლა ძალიან უნდა და ამის უფლებას არ აძლევს რუსი, რომელიც დღეს იქ მას კარნახობს ცხოვრების წესებს და მის ოჯახს. ჩვენ აქ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ალბათ აფხაზეთიდან დევნილები ყველაზე კარგად გრძნობენ ამ რუსული იმპერიალიზმის
მადას, იმიტომ რომ თვითონ იწვნიეს ის ჩვენ პირადად აფხაზეთიდან 32 წლის უკან, როცა აგულაგმეს, როცა ჩაგვათრიეს აი ამ ძმათა მკვლელ ომში იმ ადამიანებთან, რომელთანაც საუკუნეები ცხოვრობდით, მეგობრობდით და რეალურად დღემდეც არ წყვეტ ურთიერთობას, ჩვენი გააზრებული, ასე ვთქვათ, მიზნისთვის ვიყოთ დამოუკიდებლები, ვიყოთ თავისუფლები და კიდევ უფრო ხოდაშორის ამ წნეხმა რუსულმა იმადამას შემდეგ, რაც 1995 წელს უკვე გაცხადებული იყო ჩვენი პოლიტიკა პროევროპული კურსისკენ და ეს დასჯა ქართული მოსახლეობის არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ აფხაზეთიდან და ალბათ ნებისმიერი ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად გრძნობთ და იმ პასუხისმგებლობას თუ რამდენად აქტიურები უნდა ვიყოთ და ხმამაღალი სიტყვით და მოქმედებით დავუპირისპირდეთ აი ამ ჩვენს გაუკუღმართებულ კურსს დღეს ჩრდილოეთისკენ და კიდევ ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, პასიურ დევნილებზე, მაგრამ ესეც არ მინდა ვთქვათ, რომ წარმოვაჩინოთ, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან ბევრი პრობლემაა და ძალიან მიდუნებულია ყურადღება ამ კონკრეტული ჯგუფის მიმართ, მაგრამ არიან ძალიან ბევრი აქტიურები, ღირსეული აფხაზეთიდან მაგალითად დევნილები, რომლებიც არ ცდენენ დღესაც აქციებზე და ზუსტად იმ სულისკვეთებით დგანან ამ აქციებზე, რომ კარგად იციან თუ რას უპირისპირდებიან და არასდროს არ დაუშვებენ ამას დღეს აი ამ წილი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენი წილი ოდესღაც რაღაცა დავტოვეთ იმედია დროებით და ეს ყველაფერი შეიცვლება, არ დათმობენ რუსეთისთვის და დღეს ყავს ჩვენ ასეთი ადამიანები გვერდში, დევნილები აფხაზეთისთვის, ძალიან დიდი სოციალური პლატფორმის წარმომადგენლები, აქტივისტები და ალბათ ისინი იტყვიან თავის სიტყვას. მოგესალმებით, ნანა გახარიას ვიმიდან. მე მინდა გულშემატკივრებთან დაკავშირებით ვილაპარაკო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უჭირდა იმ ადამიანს, რა პრობლემები ჰქონდა და ამ დროს ხელისუფლება ითხოვს ბოდიშოვა იხაროს კიდევ. მე როგორც ერთი დევნილი 17 წლის ვიყავ ბატონები აფხაზეთიდან და ოჯახის წევრი მანდ მომიკლეს, ერთი ოჯახის წევრი. მეორე სოფლის კვლები დააწვეს. მესამე აფხაზეთის ომის ვეტერანი მყავს სახლში და მე დღეს ბოდიშოვიდან მოვიხადე. ამიტომ რა ვიცი, მე მგონი დასაფიქრებელია ზოგადად და რომ არ არის შესაძლებელი ყველა დევნილის პრობლემა. პროცესი დამდულად აუგებელი ძალიან აქტიურად დაკავშირებული დევნილები. და თქვენი გვერდი რომლის დახმარება Facebook გვერდს ცდილობთ, რომ არა მხოლოდ დევნილებს ინფორმირებულობას შეუწყოთ ხელი, არამედ მათ გააქტიურებინათ და შემიძლია ამაზეც რომ რატომ შექმნილი ეს ჯგუფი, რატომ გადაწყვეტეთ, რომ აი ეს დევნილების აქტივიზმისთვის, მათ გამოფუძნებისთვის უფრო შეგეძლოთ? ზოგადად დევნილის ხმა არ ისმის, ამიტომ დავდიოდი ჩვენ მოვიარეთ ხელი დასავლეთი, განსაკუთრებით დასავლეთი, რომ ვიცით, რომ მეტი ნაწილი დევნილებისა მაცხოვრებს, ყველაზე მეტი პრობლემები დასავლეთშია. ამიტომ დავდიოდით გზადაგზად და სწავლობდით მათ დევნილებს და მეტ აქტიურობასკენ მოვუწოდებდით. თუ არა ჩვენი პრობლემები არ გავაშღერეთ, ალბათ სხვა გამოსავალი არ საიდან. Rod მე ერთი მინდა ხმამაღლად ხელისუფლებას მოვუწოდო და უთხრა, რომ ჩვენი საკითხები ჩვენს გარეშე არ უნდა დგებოდეს. ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე ნამდვილად ხო ასევე დავიცი, მედია დადგება დრო და დავბრუნდეთ. მოახერხებდებით ფინიშს, მაგრამ აი ჩემთვის დაამნიშნულა საკითხი შევეხო ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის დევნილების პრობლემატიკის აქტუალიზაცია
მათი პრობლემების გადაწყვეტა აბსოლუტურად პირდაპირ კავშირშია ჩვენი კონფლიქტების და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად რეინტეგრაციის პერსპექტივასთან. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს თუ მართლა არ ფარისევლობს ხელისუფლება, რომელიც დღეს მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს, გაითვალისწინოს, რომ დამოკიდებულება დევნილების მიმართ მათი ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, მათი ჩართვა გადაწყვეტილების პროცესში, რომელიც მათ პირადად ეხება, პირდაპირ კავშირშია და პირდაპირ ლუპით არის, ასე ვთქვათ, მომართული აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობა დღეს იქ თუ როგორ ხდება ეს პროცესები საქართველოში. ვიდრე ასეთ მდგომარეობაში იქნებიან დევნილები, ვიდრე მათი პრობლემები იქნება უგულვებელყოფილი და მათი მონაწილეობა არ იქნება უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენი მშვიდობიანად კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივა გადაიწევს კიდევ უფრო ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, შორს პერსპექტივაზე და მე ვფიქრობ, რომ აი ეს მომენტიც არის გასათვალისწინებელი. და ხო, უსურვებდი იმათ, ვინც ფიქრობს მშვიდობიან მოგვარებაზე და ჩვენ პირადად მაქსიმალურად ვართ ჩართულები ამ პროცესში და მე პირადად მჯერა, რომ რა ვიცი, ჩემი მომავალი აუცილებლად უნდა იყოს აფხაზეთში, იმიტომ რომ მე არავის არ შევუკითხი ვარ, არავის არ შეუკითხია ჩემთვის დავტოვო თუ არა და ჩავყულიყავი თუ არა და არც ერთი აფხაზეთის მოქალაქისთვის ჩვენი სახლკარი და ჩვენი მიწა და ჩვენი რეგიონი, მაგრამ უნდა შეგვეკითხონ დაბრუნებასთან დაკავშირებით და იმ გზებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს პერსპექტივაში. მაგრამ უპირველეს ყოვლისა იმ მოსახლეობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა საჭირო, რომლებიც იქ უნდა დაბრუნდნენ. და სხვათა შორის ეს არის მეორე პირობა და მიზანი ჩვენი დევნილთა სტრატეგიის შევქმნათ პირობები დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის. ეს პირობები დღეს უნდა იქნებოდეს აქ და მომავალში ნამდვილად მოხდება ღირსეული დაბრუნება. მithumetes, როდესაც მთავარი მესიჯი პროპაგანდის არის, რომ ღირსებით იყო ყოველ შემთხვევაში, აღარ მივდივართ, როგორც გაგვიცხადეს 28-ში, მაგრამ რომ ჩვენ ყველას თავი უნდა დავანებოთ, ყველას, ასე ვთქვათ, ცქერას დახმარებისთვის და ჩვენ თვითონვე უნდა მივხედოთ, მაგრამ არავინ არ მიხედა მოსახლეობის 100%-ს, ხო? აი ესეთი უფრო ოპტიმისტური სცენარით რომ ვისაუბროთ, აი ჩვენ გვაქვს ცოტა დრო და აი ერთ კითხვას დავსვათ თუ შეიძლება და მე ჩვენ გვაქვს იდეა რომ დავსწრების კითხვებსაც რაღაცნაირად იქნება უპასუხოთ და ექსპერიმენტი რომ შემოვიტანოთ. დაახლოებით აი რა შეიძლება ოპტიმისტურ სურათს რომ შევხედოთ. აი დავუშვათ რომ ეკითხება რა მართველი ადამიანი ეკითხება ჩართულობით, დევნილთა ჩართულობით ხორციელდება გარკვეული პოლიტიკის შემუშავება. რა არის ცხადია, განსახლება, ცხადია, საცხოვრებელი დაკმაყოფილება ალბათ პირველი იქნება, მაგრამ აი რა არის ის საკვალო საკითხები, იმიტომ რომ მე ვსწავლობ დავინახო ამ ადამიანების ყოველდღიურობა. ხო? აი ყოველდღიურობა ძალიან ადამიანურად მინდა წარმოვიდგინოთ ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ჩემს გვერდზე ცხოვრობენ და აი ამ დონეზეც კი არ არის, არ დგება კონტაქტი. აი რა შეიძლება იყოს ის პატარა რუკა პროგრამებისა თუ პროცედურებისა თუ გარკვეული განსახორციელებელი პოლიციებისა, რომელიც ოპტიმისტურ სცენარში აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ღირსეული თანამონაწილეები ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, რა. და ხო, რომ ისინი თავისუფლად, ვალღად, თავისუფლად მიწასენ, აი რა შეიძლება რაოდენობა იცით რომ ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის რომ შემწეობა არის და შემწეობის გაზრდა არის აი რა არის ის პირველი პირობები რაც უნდა დაგმოყოლდეს ეკონომიკაში თუ შესაძლებელია ამაზე ახლა მსჯელობა თუ ეს კვლევების არარსებობის გამო ისო არა მხოლოდ ის კრავიდან წლების განმავლობაში დევნილებმა
მაგალითისთვის ჩემმა თაობამ, ჩემი მშობლების თაობამ ხო ჩვენ ვისწავლეთ საკუთარ თავზე სრულად. გარდა ამისა, იმ თემში გაძლიერებას, რომელიც დღეს ჩვენი მასპინძელი თემია. მაგრამ კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობამ ისეთმა ახალგაზრდებმა თანატოლებმა, იმათმა თანატოლებმა, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან, ხო? საოცარი ახალგაზრდები არიან. ძალიან წარმატებულები, განათლებულები, რომლებშიც არის უდიდესი პოტენციალი. და აი ამ პოტენციალის დანახვა უნდა შეძლოს ხელისუფლებამ. სწორედ ეს პოტენციალი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ერთის მხრივ დევნილთა მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მეორეს მხრივ ასევე ზოგადად ქვეყანაში იყოს ისეთი სიტუაცია, რომელიც აი აქ გაკრული თავისუფლებას სიას და რეჟიმის პატიმრებს კი არ მოგვცემს. არამედ ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება და პატივისცემაზე ორიენტირებული. და ისეთი არაერთი ადამიანი მეგულება დევნილთა თემშიც. თუმცა აი ადგილობრივი დონეც რო ავიღოთ, ხო მუნიციპალური დონეც ავიღოთ, ხო ძალიან იშვიათად ხდება აი ამ დევნილთა რესურსის გამოყენება. მაგალითისთვის არ ვიცი, შეიძლება თქვენ დამისახელოთ, მაგრამ ძალიან თითქოს ჩამოსაკველი იქნება და ალბათ ძალიან რთულად შეძლოთ გავიხსენოთ პოლიტიკოსი, რომელიც არის დევნილი, ან აფხაზეთიდან, ან ცხინვალიდან. გეტყვით, რომ საქართველოში იმ 68 მუნიციპალიტეტში, რომელიც გვაქვს, მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში არის საკრებულოს თავმჯდომარე დევნილი. და სულ რაღაც ორ მუნიციპალიტეტში არის მერის მოადგილე ასევე დევნილი. 10%-ია არადა დევნილი თემი მთლიანი საქართველოს მოსახლეობის. ეს ანახებს ხო სურათს, თუ რამდენად არ არიან ეს ადამიანები ჩართული იმ პოლიტიკურ იმ პროცესებში, უბრალოდ რომელიც რაც მათ ეხებათ განსაკუთრებით. თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით დევნილი ახალგაზრდები არ დგანან რუსთაველზე. უფრო მეტიც რუსთაველზე დგანან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩუმად, მაგრამ გადმოსული ადამიანებიც. თუმცა ყოველ ვიცით, რომ მათ არ შეუძლიათ ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი, იმიტომ რომ ეს შეიძლება საფრთხისშემცველი იყოს მათი სიცოცხლისთვის. ხო, გეთანხმები ნანა, ძალიან რთულია ამ რუკის მოხაზვა და რაღაცა რეცეპტის აი ეხლა პირდაპირ ასე ვთქვათ გამოცხობა თუ რა შექმნიდა, გარდა იმისა, რაც ვილაპარაკეთ, თუ რა შექმნიდა ღირსეულ პირობებს დევნილებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსურია და აუცილებლად მართლა მნიშვნელოვანია განსახლებასთან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებთან ერთად ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივის არსებობა დევნილი მოსახლეობისთვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. ანუ მე პირადად როგორც დევნილი მაშინ ვიგრძნობ თავს ღირსეულად, როცა ვიღაცა კი არ მომახვევს და როგორც ეს ხდება ნებისმიერი კანონების მიღება, რომელიც დევნილებს ეხება, აბსოლუტურად გაუფრთხილებლად, აბსოლუტურად კონსულტაციების გარეშე. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. ჩემს მაგივრად, ჩემს დღევანდელობას და მომავალს არ უნდა წყვეტდეს არავინ. ანუ ყოველ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობის გარეშე და ჩემი რაღაცა მოსაზრებების გარეშე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი ღირსეული ყოფისა. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემთვის პირადად როგორც დევნილი შეიძლება ვერ განვაზოგადებ, მაგრამ მე აუცილებლად უნდა მქონდეს გარკვეული პერსპექტივა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დევნილი, რომელიც აქ დაიბადა, უკვე შეიძლება ინტეგრირდა, თავის მომავალს განიხილავს იქ, სადაც დღეს ცხოვრობს, მაგრამ არიან ძალიან ბევრი დევნილები, რომლებიც კვლავ ნატრობენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას და თავის მომავალს განიხილავენ იქ. ამიტომ ამ პერსპექტივის შექმნა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის ცარიელი სიტყვები. მე უნდა ვიყო მონაწილე სხვა ჩემს თანამემამულეებთან ერთად იმ პროცესების, რომელსაც ქვია დღეს ეგრეთ წოდებული ჟენევის
საერთაშორისო დისკუსიები, თუ ნებისმიერი ტიპის პლატფორმების მონაწილე, რომელიც როგორღაც მაინც ეხება დღეს კონფლიქტის ან ტრანსფორმაციას, ან კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. და კიდევ, რაც მჭირდება ღირსეული არსებობისთვის. მე მართლა უნდა მქონდეს არჩევანი. მე უნდა მომცეს ხელისუფლებამ ეს არჩევანი, იმიტომ რომ ეს არის მისი ვალდებულება. როგორ ვიცხოვრო, როგორი იქნება ჩემი მომავალი და როგორი იქნება, რა თქმა უნდა, ჩემი აწმყო და ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი და დანარჩენი ყველაფერი იგივეა, რაც დანარჩენი საქართველოს მოქალაქისთვის. ახლა იმდენი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რომ ესე ვერ გამოყოფ, მაგრამ ეს სპეციფიკა, რომელიც ჩვენთვის დამახასიათებელია, ნამდვილად არსებობს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ცოტა დრო გაგვჭა. შეგვიძლია რამოდენიმე კითხვა გავუსვათ, ალბათ 2 ან 3 და შემდეგ უკვე უნდა გავხსნათ აქციის ნაწილი და თქოთ მე ალბათ ვერ დავფარავდი სასწრაფო რეჟიმში ყველა იმ საკითხს, რომელიც აუცილებელი იყო, რომ გაჟღერებულიყო და ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო დღეს მოსვლისთვის. და რა ვიცი, თუ არის რამე კითხვები, მე თქვენ შეგიძლიათ მოგზავნეთ, სამწუხაროდ მიკროფონს ვერ მოგიტანთ, იმიტომ რომ ეთერში ვერ გამოჩნდებით. მოგზავნით დასვიკითხები. ხო, ან შეგიძლიათ აზრი გავიზიაროთ, ანუ ეს ხო იმისთვის ხდება და რომ გავიცნით ერთმანეთს ვისაუბროთ. ამიტომ ნუ მოგერიდეთ. ო, ალბათ რეფლექსისაც არის, რა თქმა უნდა, საჭირო მეც კი ასე ვარ, ოჯახის წევრები ხავს დემნიდები. კარგით, მაშინ დავასრულოთ. ჩვენი ხია ეთერი, უზომესი მადლობა ქალყო ნანას, იმედია ხშირად ვნახავთ, იმედია შევინარჩუნოთ ურთიერთობას, ერთად ვიმსჯელებთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ცოტა ამ ხალხსაც შევახსენოთ, რაზე უნდა საუბრობდნენ ჩვენი ტელევიზიით. ძალიან დიდი მადლობა ყველას და შეგვიძლია უკვე გავხსნათ აქციას.